მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივი აგზელებს თავის მაუწყებლობას და პირდაპირ ეთერში გახლავთ სტუდია ნომერი 8. დღეს თქვენთვის სტუდიიდან ვიმუშავებთ ბატონი ოთარ ჭითანავა და მე ირმა ცხორაგაული. საღამოშტობის ბატონო ოთარ, მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენს ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, აგერ ამონათ და ეხლა თქვენს ტელეეკრანებზე ტელეფონის ნომერი და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, თქვენი ვარაუდები, ან უბრალოდ კითხვები დასვათ ამა თუ იმ საკითხებთან მიმართებაში. ბატონო ოთარ, მოდით დავიწყოთ აუცილებლად ირანით, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ჩვენგან. ჩვენი რეგიონია, შესაბამისად რეგიონის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა ის, რომ ჯერ ირანის პრეზიდენტმა სულ ამ რამოდენიმე დღის წინ გააკეთა ასეთი განცხადება. რეგიონის ქვეყნებს თუ სურთ განვითარება და უსაფრთხოება, არ უნდა მისცენ ირანის მტრებს უფლება ომი თავიანთი მიწებიდან აწარმოონ. ეს შეიძლება მუქარათაც აღვიქვათ, ან გაფრთხილებათ უბრალოდ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ სულ ამ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ შესდგა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ჩვენ პრემიერ-მინისტრის კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი. ამ სატელეფონო საუბრის ინიციატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა ჩვენ ამ ინფორმაციას ვიგებთ პირველ რიგში ჯერ ამერიკისგან, ჩვენი ხელისუფლება ამას არ ახმოვანებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ოფიციალურ გვერდზე დევს ეს სატელეფონო საუბრის ასეთი მოკლე რაღაცა ანალიზია გაკეთებული და საუბარია იმის შესახებ, რომ მარკო რუბიო ესაუბრა კობახიძეს სწორედ შავი ზღვისპირეთისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. თუმცა ამის შემდეგ უკვე ბატონი კობახიძესგან ვიგებთ ჩვენ, რომ საუბარი იყო ურთიერთობების გადატვირთვაზე, ანუ სრულიად განსხვავებული პასუხი მივიღეთ ჩვენ ბატონი კობახიძესგან, თუმცა სრულიად სხვა რამეს ამბობს მარკო რუბიო, მაგრამ აქ იცით მთავარი რა არის? აქ მთავარი გახლავთ ის, რომ უკვე ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ თვითონ ირანის ელჩი საქართველოში მუქარანარევ პოსტს დებს და ასეთი პოსტია. ის, ვინც გუშინ ტრამპს უჭერდა მხარს, დღეს იძულებულნი არიან ამისი საფასური გადაიხადონ. შემდეგ თეთრი სახლი ცდილობს, რომ ეს კონფლიქტი გადაიტანოს ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებზე. დღეს ნატოს ზოგიერთი მოკავშირეც კი ვაშინგტონისგან დისტანცირების პოზიციას იკავებს. მიაქციათ ყურადღება ამ ფრაზას, ხაზგასმით ამბობს. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული რეგიონალური კრიზისისგან. კრიზისი გაცილებით ახლოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და ამის შემდეგ უკვე დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17-ია Globemaster 3 ასეთი დაეშვა და თვითმფრინავი გერმანიის რამშტაინის ამერიკული სამხედრო ბაზიდან არის აფრენილი. თუმცა დაეშვა ცოტა ხანი გაჩერდა და მერე კვლავ გზა გააგრძელა. სამხრეთისკენ წავიდა. ოფიციალური პირები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. ეხლა რისთვის გამოიყენება ეს თვითმფრინავი? გამოიყენება როგორც ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ამავდროულად გამოიყენება სამხედრო ტვირთის გადასატანად, ან და უბრალოდ სამხედროების გასაყვანად. ჩვენ არ ვიცით ამ ტვირთში რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი უკვე კობახიძე რუბიოს ლაპარაკის შემდეგ უკვე ჩვენს აეროპორტში ეშვება, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ომი დაიწყო, ჩვენს ტერიტორიაზე ორი კიდევ სხვა თვითმფრინავია ამერიკული სამხედრო დაშვებული, ისიც აი ასე ცოტა ხნით გაჩერებული, შემდეგ გაფრენილი. ანუ საქართველოს მხარე აძლევს თავის ცას ამერიკულ თვითმფრინავებს, რომლებიც ასე თავისუფლად ეშვებიან. ეს ფაქტია უკვე, რომ ჩვენი ცა არის და ჩვენი აეროპორტი გამოყენებული. და ეს ირანის ელჩის მუქარანარევი ესეთი განცხადებაც არ არის, მე მგონი, უგულებელსაყოფი. აი როგორ ფიქრობთ ახლა ბატონო ოთარ, რა თამაშს თამაშობს ქართული ოცნება? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბატონი კობახიძე არაერთ გზის იმყოფებოდა ირანში, არაერთ გზის სწორედ იმ ხალხს ხვდებოდა, ვინც ამერიკისთვის ძალიან მიუღებელია. მე ეს ჩვენი ანძის განათება ირანული დროშის ფერებში, იმიტომ რომ რაღაცა რევოლუცია იზეიმეს მათი და ასე შემდეგ. ანუ აშკარად ქართული ოცნება ირანის მხარეს დგას და
სამგლოვიარო წერილის გამოაქვეყნა უშუალოდ სასულიერო ლიდერის გარდაცვალების შემდგომ. მე ახალი სასულიერო ლიდერი რომ დანიშნეს მისი ვაჟიშვილი ისეც მიულოცა. ანუ ქართული ოცნება ჩართულია უშუალოდ ამ ირანულ მხარეში, მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ სულ სხვა სურათს. აი, რა თამაშს თამაშობს ორმაგი თამაშია, აი, როგორ ფიქრობთ თქვენი გადმოსახედიდან და სადამდე მიგვიყვანს ასეთი თამაში ჩვენ? მივესალმებ ტელემაყურებლებს და რადიოსმენელებს, მართლაც არ ვიცი ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება და ეს სატელეფონო საუბარი გუშინ იყო, ხო, როგორც მახსოვს. არ ვიცი ხა რა ფეხზე ადგა რუბიო რომ უცებ აღეძრა სურვილი რომ დაერეკა პრემიერ-მინისტრისთვის ჩვენი ქვეყნის და დაეწყო გადატვირთვაზე საუბარი, როცა აქ ჩვენ სამეზობლოში პრაქტიკულად მთელს ახლო აღმოსავლეთს ცეცხლი უკიდია და უფრო რეალობა არის ის რომ აქ მართლაც ჩვენ ისეთ ახლოსავართ ამ კონფლიქტის ზონასთან რომ საქართველოს ტერიტორია სწორედ ესეთ სამხედრო ტვირთების ან დროებით გასაჩერებელ ადგილად წარმოუდგენია ამერიკის შეერთებულ შტატებს ან გვახსოვს კიდევ რომ ათეული წლებია ამერიკა იბრძოდა ავღანეთში და საქართველო გამოიყენებოდა მაშინაც ოღონდ ზღვით ესე იგი ჩვენ ვეხმარებოდით გადატანას ამ სამხედრო აღჭურვილობის ისევე სურსათის ყველაფერი რაც მიდიოდა ავღანეთში ეს მიდიოდა საქართველოს გავლით ხდებოდა ამ ტვირთების გატარება და ნუ ასე ხედავს ეხლაც ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები რომ აი ამ სიტუაციაში როცა მართლაც ურთულესი ვითარება ეხლა იქ ახლო აღმოსავლეთში და პრაქტიკულად ჩვენ ერთი სახელმწიფო გვყავს ხო სომხეთი და ძალიან ახლოსავართ და ამიტომ 180 კილომეტრია მე მგონი საზღვრიდან საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან 180 კილომეტრში არის უკვე ძალიან ახლოს არის ძალიან ახლოს არის და ბატონო თქვენ გამორიცხავთ სწორედ ახლა ამერიკამ განაცხადა რომ საჯარისო დანაყოფები უნდა შეიყვანოს და ამისთვის იქნას გამოყენებული საქართველოს ტერიტორია. ბევრი რამისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული და საერთოდ მთელი რეგიონი ახლა იქ რეგიონში კატარში, ბაჰრეინში, იმაში რა ქვია როგორ ემირატებში ყველგან ბევრგან სამხედრო ბაზები აქვს და ამ სამხედრო ბაზებს ჭირდება მომარაგება და ჩვენ ვართ მართლაც ისეთ ახლო მყოფი ქვეყანა რომლის გამოყენება ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს და რატომაც არა ხო თუნდაც ამ გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე ხო მაგრამ ჩვენ სადამდე მეგვიყვანს ეს ამბავი ხო ეს არის ძალიან ცუდი შეიძლება პრაქტიკულად ირანის ასე ვთქვათ სამიზნე გახდეს ჩვენი ტერიტორია ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან ნუ ხა რა ვიცი რა ბოლოს ერთი თვითმფრინავი დაჯდა მე მგონი საკვები გადაქონდათ თუ რაღაცა ეს სურსათის კი ჰუმანიტარულიც გამოიყენებაო ეს თვითმფრინავებიო ანუ ჩვენ არ ვიცით რა არის მაგრამ ფაქტია რომ ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს არანაირ კომენტარს ეს პროცესი თუ გაგრძელდა ეს არის ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ არა აი პირდაპირ გამოდიოდეს ხელისუფლება და ღიად გვეუბნებოდეს თუ დასამალი არაფერია გითხრას რომ იცით რა ნუ გეშინიათ აი ესა და ეს იყო იმიტომ რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ახლა ჩვენ ნახეთ აზერბაიჯანში ჩამოაგდო ის თავისი უპილოტო მგონი რაღაცა ირანმაც კი აი აზერბაიჯანს გაუბედა რომელსაც აეროპორტში ხო აზერბაიჯანის აეროპორტში რომელსაც ქვეყანამ გაბედა ეს რომელსაც 40 მილიონი ირანელი აზერბაიჯანელი ყავს თავის ტერიტორიაზე წარმოიდგინეთ და იმასაც კი გაუბედა და რომელსაც ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა ამ ალიევის ხელისუფლებასთან გვახსოვს რომ როცა აფეთქეს მათი სასულიერო ლიდერი აი აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო პრაქტიკულად ერთადერთი ლიდერი სოფლიოს თანამეგობრობის ქვეყნებში რომელიც მივიდა ირანის საელჩოში და პატივი მიაგო მათი სასულიერო ლიდერის ხსოვნას და ზუსტად 2-3 დღეში მოხდა ის თავდასხმა რომელიც იყო ნახიჩევანში და ეს ერთი ჭურვი აფეთქდა აეროპორტში მეორე ჭურვი აფეთქდა იქვე ახლოს მდებარე სკოლასთან სადაც მიდიოდა სასწავლო პროცესი და ნუ რეაქცია ვიცით ხო აზერბაიჯანის როგორი იყო და პრაქტიკულად ეს ნახიჩევანი არის ისეთ ადგილას რომელიც ესაზღვრება
სომხეთს, იმას რა ქვია, სომხეთს და თურქეთს და პრინციპში ეს გამოწვევა თურქეთმაც მიიღო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია. ეს მართლა ძალიან რთული ვითარება ამ ხრივ, ეხლა პრაქტიკულად ძალიან სერიოზული გადაჯგუფება მიდის ჯარების და საერთოდ სამხედრო კონტინგენტის სამხედრო ბაზებზე, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია ახლა ახლო აღმოსავლეთში, ბევრი ბაზა არის დაბომბილი ირანის მხრიდან, ბევრი არის, თქმა უნდა, ის ამერიკული ობიექტები საფრთხის ქვეშ, ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე ეხა რეგიონში და ყველაზე მთავარი მეტოქე ყავს ირანს ეს ემირატები, რომელიც თulis მთავარ მეტოქედ და მთავარ კონკურენტად, იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემა იყო იქ იმ კუნძულების ვისი უნდა ყოფილიყო ეს კუნძულები ირანის თუ ამ ემირატების, ასევე ანტი-ირანულ კოალიციაში ემირატები თამაშობს ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო როლს და პრინციპში ის რაც ხდება დღეს ემირატებში და მათ სამეზობლოში მთლიანად ეს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. პრინციპში სამი საკვანძო მონარქია, რომელიც არის ეს ემირატები, საუდის არაბეთი და კატარი, დღეს არის მოყვანილი სრულ მზადყოფნაში, ასევე ბაზები ბაჰრეინში, კატარში და ამ ემირატებში ძლიერდება სწორედ ამერიკული სამხედრო კონტინგენტით, იმიტომ რომ 10,000-ობით სამხედრო არის ხა გადასროლილი სწორედ ამ ქვეყნებში, ამ ქვეყნების გასამაგრებლად, მაგრამ ამ ქვეყნებმა ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღეს, იმიტომ რომ ეს ქვეყნები არის ამ ქვეყნებში არის იყო განვითარებული ტურიზმი, რომელსაც ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ასე უძრავი კონების სფერომ, იმიტომ რომ ყველა გარბის ეხა ვისაც შეუულია და იქ ძირითადად მოსახლეობის 2/3 ძალიან შეძლებული ადამიანები არიან და არავის არ უნდა ეხა ეს რა ქვია დარტყმის ქვეშ იმყოფებოდეს და ასე გააგრძელოს ცხოვრება. ამიტომ პრაქტიკულად მაგალითად დუბაი ნახევრად დაცარიელებულია უკვე და ფასებიც ვარდნა და მოკლედ ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე დგანან. ზარია და მე უპასუხოთ კი ბატონო. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ხო, აი, ძალიან გიყვარს მე და მეგონა რომ ის იმოწვის შემდეგ ეს მოსახლეობის მოწიფნა დამთავრდებოდა და რა ვიცი, არაფერი არ ხდება ისეთი და იქით ხო ზუსტად ვარ. სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე მე ქალბატონის. ტრამპზე ვარო რაღაც გულდაწყვეტილი, სულ სხვანაირად მოვიდა. ალბათ ხო, არ თავდებაო ეს ყველაფერიო და ტრამპზე ვარ გულდაწყვეტილი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამის ასე ადვილად დამთავრება. ამერიკა ამბობს, რომ იმაზე რა ქვია, ჰაერში და ზღვაზე დომინირებს ამერიკა და ისრაელი და ამბობს, რომ 1000-ობით ობიექტი არის დაბომბილი და კიდე 3000-ზე, ხო, 12,000-მდეა დაბომბილი და 3,000-მდე დარჩაო და არ ვიცი, ამას არ ამგონია, რომ რაღაც 1 ან 2 თვე იყოს ამ სამხედრო ოპერაციის დასრულებას, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილება მარტო საჰაერო დარტყმებით არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და ბოლო ასეთი შეჭრა იყო 2003 წელს, როცა იქ ერაყში ესე ხუსეინის რეჟიმი იყო შესაძლებელი. იქაც როგორც აქ ძალიან მსგავსი ვითარებაა. იქაც იყო ასე ვთქვათ მოლაპარაკებები, ინსპექციების გაგზავნა, გაეროს არაერთი რეზოლუცია გვახსოვს ჩვენ და მე თქვეს რომ ამ კაცთან არანაირი მოლაპარაკება არ ჭრის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სახმელეთო ოპერაცია დავიწყოთ და ჩვენ გვახსოვს ის როგორ დამთავრდა, მაგრამ აქ უფრო რთულადაა ვითარება, იმიტომ რომ აქ სამთო ესეთი მთიანი რელიეფი და უდაბნოც, რავი, ბევრი ისეთი რთული რელიეფის მქონე ქვეყანაა, რომ ძალიან რთულია სახმელეთო ოპერაციის ჩატარება და პრაქტიკულად ეს იქნება ალბათ რომც დაიწყოს რაღაც
ესეთი ლოგისტიკური კოშმარი, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს იმ ხარეს, ვინც სამხედრო ძალას, სახმელეთო სამხედრო ძალას გამოიყენებს ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ჩეჩნურმა მხარემ მზადყოფნა გამოაცხადა. თან არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეშვება თავისი ქვეყნიდან, ხო? იქ არის ქვეყნები, არ ვიცი ხა. იქ ავღანეთიდან შევლენ პაკისტანიდან არ ამგონია. აქეთ სომხეთი, არ ვიცი, თურქეთი როგორ შეუშვებს ძალიან რთულად ვითარებაშია კი ძალიან ვითარება და ჩეჩნებმა გამოაცხადეს მზადყოფნა რომ ჩვენო თქვენს გვერდით ვართო მზად ვართო და სავარაუდოდ დაიკავებენ მაგრამ ალბათ ირანის რაღაცა ტერიტორიას გადავლენ იქეთ რომ ირანს დავეხმარებითო? კი, ჩეჩნებმა გააკეთეს ასეთი და როგორ უნდა განცხადება. მოხდეს? და რატომ გიკვირთ ჩეჩნები რუსეთის მხარეა და ამიტომ? სწორია, მაგრამ იქ სამხალხის გადასროლა როგორი ყოველთვის რუსეთი ჩეჩნებს იყენებს ხორცაკებ მასალად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. კი, მაგრამ უკრაინის მაგალითმა დაგვანახა რომ ესენი არაფერი ბრძოლის უნარიანი დაჯგუფება არ აღმოჩნდა მაინც უფრო ზურგში. ბატონო თარგმნა ზარია და შემოუშვათ. ზარია, კი ბატონო. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით ბატონო და ქალბატონო. მოგესალმებით. ბატონო ძალიან თუდადა საქმე მას ყველა ხდება. მაგრამ ქართული ესება შესა იმ დროს როცა ირანთან და იმასთან ჩინეთთან დაიწყო ურთიერთობა და სტრატეგიული ისა. ახლა დაუშვათ რაღაცა რომ მოხდეს ეგრე აზერბაიჯანმა თვითონ ჰუმანიტარული წესები გააგზავნა იმას ირანში და ყველაფერი მაგრამ ეს სამადგილეს გაარკვეს. ახლა სამივე შესომა იყო არ ვიცი რა. შარში არ შევიდა მე აზერბაიჯანი მოიწმინდა. ახლა რაღაცა რო იყოს შეუძლია სადღა ბაზები ეგან თუ გაიგო და აზოს და სამხედრო ალბათ ჩემი აზრით ტექნიკა ჩერო საქართველოს გადის ირანი ოდიზა ფეხსბაიგიდე ხოლმე შეიძლება ხეთქოს კიდე აგნევრა ჩვენ ვარ დაუცველები ირანი არინდოს ის თავის მეზობელ ქვეყნებს თუ რაღაცა სადაც ამერიკის ბაზებია იქაც შავიძე დააჭირეს რაღაც ესე იგი ბაზა კარგია ერთი რო იყოს მაგრამ მეორე ცუდია გამოსავალს ვერაფერს ვერ ხედავ ეს ორი ალბათ გაგრძელდება ამ წელს ბოლომდე ჩემი აზრით რა შეეხება იმას რა ქვია ტრამპის სიტყვებს რომ დავწერებო იმას რა ქვია შეერეგება ხო მე მგონი გავა ის ამ იმიდან და დარჩება ნატო და ევროკავშირი შეიარზე ერთად გადაეცი შეიძლება საკუთი შეუძვადონ ეგ არის რა და თუნდაც საქმე ხმერთა კლას ყველაფერი კარგად იქნას მადლობა თქვენ ზარისთვის მართლაც რთულადაა საქმე რომ ამერიკის პრეზიდენტი მისი ესე იგი მოკავშირე ისრაელით ესე იგი მიმართავენ უკვე იმ ხალხს იმ ქვეყნებს რომლებიც ისურვებდნენ რომ ამ პროცესში იყოს ჩართული, იმიტომ რომ იქ არის ეს ცნობილი ხორმუზის სრუტე, რომელსაც გადის ნავთობი, სწორედ იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც ესენი თვლიან რომ უნდა იყოს ჩართული. მაგალითად, გუშინ თქვა ტრამპმა, რომ ჩინეთს მოუწოდა აქტიურად, იმიტომ რომ თქვენ ღებულობთ აქედან ნავთობს, ევროპას, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩინეთი დაახლოებით 20%-ს იღებს მანდიდან ნავთობს. ინდოეთი. დღეში ჩინეთს და ინდოეთს სჭირდება სადღაც 3-4 მილიონ ბარელამდე. კიდე 2 მილიონს იღებდა ვენესუელიდან და ეს პრაქტიკულად ხა ამ ბაზრიდან რომ ამოიღო ხა ეს ნავთობი წარმოიდგინეთ ხა რა ხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ჩინეთის ეკონომიკა, ევროპის ეკონომიკა თუ ეს პროცესი გაგრძელდა დიდხანს, იმიტომ რომ ამ ხელა დატვირთვას ჯერ რეგიონალური ეკონომიკა არ ვიცი როგორ გაუძლებს მე ეს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს დაარტყამს აუცილებლად. მე ამ სოფლიო ლოგისტიკაზე ძალიან ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს, ну ძალიან ისეთი სიტუაცია, რომ თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, მართლაც სოფლიოს დაეთყობა საწვავის ფასებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ავტომატურად გაიზრდება ეს სურსაძე ფასები და ყველაფერზე აბსოლუტურად
თუ აი ამ თავარ პრობლემას ვერ მიეხედა დროზე და ძალიან რთულია. ახლა ირანი ამბობს, რომ ჩვენ მოდით აგერ გადაგვიხადეთ თითო გატარება, თითო იმის რა ქვია, ტანკერის ორ ტანკერს ატარებს დღეში მეც არა. 2 მილიონი დოლარი უნდა უხადონ კიდე ამათ, რომ ეს რეჟიმი კიდე დიდხანს იყოს. Ну, ეს არ ვიცი, სამდე შეიძლება ამის ასე ყურება. სხვათა შორის ბატონოთა რა შეიცით საქმე. ყველაზე ნაკლებად ვისაც ეს ჰორმუზის სრუტე ჭირდება, ეს არის ამერიკა. სრუტეს არ ჭირდება ის დანაღმვა ან რაღაც აფეთქება, პირდაპირ ის ტანკერები, რომელიც დადიოდნენ, ესე იგი, ჰორმუზის სრუტით, უკვე თვითონ ამბობენ უარს, იმიტომ რომ სულ 33 კილომეტრია სიგანეში ძალიან ადვილი საკონტროლოა. თვითონ დაზღვევები ამბობენ უარს, რომ ეს გემები იყოს დაზღვეული, იმიტომ რომ ნამდვილად არ უღირთ ახლა ტანკერი, რაღაც 300 მილიონიანი ტანკერი მიდის, თავის ნავთობიანად 300 მილიონი როგირს და ამაში ეკიპაჟი იღებს რაღაც ერთ გადაზიდვაში $300,000, რომელ ეკიპაჟს უღირს, ან რომელ გემის ფლობელს უღირს ეს თავისი გემი ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორც არაერთი გემი ვიხილეთ, ხო? ბოლო ერთი თვის განმავლობაში. რომ ადვილად საკონტროლებელი ტერიტორია, სულ რაღაც 33 კილომეტრია სიგანეში და რისი თქმა მინდა, რომ ამერიკა ყველაზე ნაკლებად ზარალდება ამ ჰორმუზის სრუტით, ყველაზე ნაკლებად, ამიტომ იგი სულაც არ ჩქარობს ამ ჰორმუზის სრუტის გახსნას, თუმცა ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ვითომ და იყო იქ შესაძლებლობა, რომ არხი გაეყვანათ იქ იემენით და ამ ემირატებით, მაგრამ ეს თქვენს რომ ძალიან ძვირი ჯდებაო 200 მილიარდ დოლარზე იყო საუბარი და ეს პროექტი იხილებოდა წლების წინ უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ რატომღაც ბოლო წუთას გადაიფიქრეს და ძალიან ტყუილადაც, იმიტომ რომ ეხლა დაჭირდებოდათ აუცილებლად. თუმცა ტრამპმა ამ ჰორმუზის სრუტეს უწოდა ტრამპის სრუტე. უკაცრავად თუ შემეშალო, მაგრამ სიმართლესთანაც ახლოს არისო, ჩემთანო შეცდომებიო არ ხდებაო. ანუ ამ სრუტეს ადგა და თავისი სახელობის, ანუ ჩემი საკონტროლები, ჩემ კონტროლ ქვეშ აღმოჩნდება ეს სრუტე დღეს თუ ხვალო და 6 აპრილამდე გადადო სწორედ ეს შეტევები ენერგო მომარაგებელ სისტემებზე ტრამპმა, იმიტომ რომ მისცა შესაძლებლობა რომ 6 აპრილამდე ეს ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველდღიურად და აბსოლუტურად გეთანხმებით, ყოველდღიურად ის ეკონომიკას ურტყავს და აბსოლუტურად ევროპაში მაგალითად ბუნებრივ აირზე უკაცრავად თხევად აირზე 60%-ით აიწია უკვე ფასმა და ჩვენ ხედავთ ახლა ხელისუფლება ჩვენ რას გვეუბნება ახლა ფასების მატება გვაქვს უკვე ყველაფერში და ქართული ოცნება გვეუბნება რომ ეს არაფერ შუაში არ არის, თუმცა აბრალებს ირანის ომს და გვეუბნება რომ ჩვენთან ბოსტნეული რომ ძვირდება ეს ირანის დამსახურება. თუმცა რატო ვიყავით ბოსტნეულზე და გინდა ცხილზე ირანზე დამოკიდებულები, როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობა უნდა ყვაოდეს და ჩვენ უნდა ყოფნიდეს ჩვენი მარაგი საკმარისი უნდა იყოს, ეს ჩემთვის სრულად გაუგებარია. ბატონოთა, ახლა მე მინდა გადავიდე აუცილებლად თქვენ წეღან ეუთოს დასკვნები ახსენეთ. სწორედ ჰუსეინთან მიმართებაში, რომელიც არასრულებდა არანაირად, მოდი ზარია და გადავიდეთ მეორე თემაზე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ, გაითიშა. ეხლა ეუთოს დასკვნები ვიცით, ევროკავშირის დასკვნები ვიცით. აგერ ნატომ გააკეთა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანგარიში გააკეთა, სადაც საქართველოს მოხვდა უკვე ამ ანგარიში და ანუ აქტიური მოქმედებები და აქტიური ურთიერთობები საქართველოსთან ფაქტიურად შეჩერების ზღვარზია, უკვე შეჩერებულიც არის, ესეთი განცხადება გააკეთა. მაგრამ რა შეიცით საქმე, ჩვენ ვიცით ეხლა ეს ეუთოს დასკვნა და როგორ ფიქრობთ, კი კითხვას დავსვავ და შემოვიყვანოთ ზარი, როგორ ფიქრობთ, ეს ეუთოს დასკვნა ქართულ ოცნებას არაფრად მიაჩნია, აუცილებლად უნდა განიხილოს ეს ქართულმა ოცნებამ, ყურადსაღებია ეუთოს დასკვნები თუ არა? შეიძლება ასე გადავატაროთ. ზარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, ისაუბრეთ. ალო. ბრძანეთ. მადლობა, კარგად. თქვენ როგორ ბრძანდებით? რატიდან გირეკავ, რატიდან? სასწაულო. რატოა მაისტრადე ბუგეულები? გაიხარეთ, გენეცალეთ. თქვენ როგორ ბრძანდებით? აბა რა გირეკე დეკემბერში გახსოვს? კი, მახსოვს. გენაცოლე, თქვენი ფანი ვარ. მადლობა, დიდი მადლობა გათიშა. ბატონო, ოთარ სამძიმრე მამა გადასვლია. კი. მადლობა, გაიხარეთ. მადლობა. 26 ხონია 40, ასე გავიგე. დიახ.
ოთახ ვეთმა ათი მოგცეს სიკეთე და ჯანმრთელობა გინოს. თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად. ოთარ რა ხდება იცი ამე თუ ჩვენ არ შეუტიეთ არაფერი არ გამოვა. უმეტი ტელეფონია. რა ხდება? გაითიშა. ბატონოთა, მოდით ახლა ვისაუბროთ სწორედ იმის შესახებ, რომ ჩვენ საქსტატიკი გვეუბნება, რომ 8.8%-ით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა თებერვლის თვეში, მაგრამ წინა წელთან შედარებით, მაგრამ რეალურად რა გვაქვს, რა სურათი გვაქვს? ჩვენ ხედავთ, რომ 33%-ით გაძვირდა ელექტროენერგია. ეხლა ეს არის დაახლოებით ჩვეულებრივ საბონეტო მომსახურებაში არის 5 თეთრით დამატებული და კომერციულზე 4-დან 6 თეთრამდე კი ბატონო დამატებულია. მაგრამ ამას სემე კი რას გვეუბნება ჩვენ ნარმანია გააკეთა განცხადება და თქვა რომ ჩვენო ელექტროენერგიაო ესო აუცილებელი იყოვო, იმიტომ რომ პირველ რიგშიო მოძველებულიაო ინფრასტრუქტურაო ჩვენ ვიცითო რეგიონებში რა მდგომარეობაა ამდენთან დაკავშირებით და ეს აუცილებლად შესაკეთებელიაო და ამიტომ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ აუცილებლად თუ ამ კომპანიასო რაც აქვსო თავისი ხარჯები ესო არაფერი არ არისო და არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიო ამაში არ უნდა ჩაერიოსო, რატო ხო არსებობს მუნიციპალური ბიუჯეტი, ხო შეიძლება იქიდან გაკეთებულიყო, მაგრამ ისევ ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ ეს ინფრასტრუქტურა. მეორე მიზეზი დაასახელა ის, რომ მომატებული ხარჯვიანობა და მესამე ის, რომ დამოკიდებულები ვართ იმპორტზე ძალიან დიდ წილათო. აი ამის გამო გაძვირდა ელექტროენერგია. როგორ ფიქრობთ 33%-ით გაძვირებული ელექტროენერგია და ამის პარალელურად კიდევ გაძვირებული საწვავი. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. 30-40 თეთრით გაძვირებულია საწვავიც. გაძვირებული საწვავი და გაძვირებული ელექტროენერგია. სადამდე მიგვიყვანს ჩვენ ეს და რაზე დაარტყავს პირველ რიგში? ძალიან რთული ვითარება მართლა ამ ხრივ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ეს კომერციული ეს 4-დან 6 თეთრამდე გაზრდა ავტომატურად რა თქმა უნდა გამოიწვევს სურსათის გაძვირებას, იმიტომ რომ ამ სურსათს ჭირდება შენახვა, სურსათს ჭირდება მაცივარი და მაცივარს ჭირდება აუცილებლად ელექტროენერგია, რომელიც წარმოიდგინეთ ეხლა 6 თეთრით რო გაძვირდება, ის ავტომატურად რა თქმა უნდა გააძვირებს საკვებ პროდუქტებს და მართლაც ძალიან სერიოზულად ეს დააწვევა ისევ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ისეაც ძალიან ცუდ დღეშია და ვთვლი რომ მართლაც დროზე იყო ამაზე საფიქრებელი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვეფიქრა ინვესტიციებზე ჰიდროენერგეტიკაში და იყო ძალიან ბევრი მცდელობა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი რაც ეხება გესების მშენებლობას ჩაგვეშალა, ჩვენ პრაქტიკულად დამოკიდებული ვართ მთლიანად გარე იმპორტზე და ჩვენ რუსეთიდან ვიღებთ ამას კავკასიონით 500 კილოვოლტიანი ელექტროგადაცემი ხაზებით. თბილისში ყველაზე დიდი გამანაწილებელი კომპანია სწორედ RAO-ეს რუსეთია, თელასრო ვეძახით, რომელიც წელიწადში ანაწილებს 2 მილიარდ 300 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას, მართალია ძალიან კარგად მუშაობენ, მაგრამ ამათ რა ფასებზე ეს სემეკია პასუხისგებელი და ეს თელასის კარგად მუშაობა არაფერს არ ნიშნავს, ხო? ძველად იყო ამერიკული კომპანია, რომელიც უდად მუშაობდა, შეიცვალა ამით, კარგად მუშაობს, მაგრამ აქ არის სხვა ორგანო, რომელიც ამ ფასებს ადგენს და ძალიან გამჭვირვალე პროცესები მიდის და კორუფციული გარიგებებთან აგვაქვს აქ ჩვენ საქმე აუცილებლად, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ეს ყველაფერი და იცით რა თქმა უნდა ეხლა ნახეთ ელექტროენერგიას მოიხმარს აბსოლუტურად ყველა ობიექტი, აბსოლუტურად ყველა კომპანია. და შესაბამისად აი ახლა კვერცხზე ფასი აუცილებლად მოიმატებს აღდგომის შემდეგ ან აღდგომამდე გაიზარდა ფასები ხა გაზზე გაიზრდება აუცილებლად იმასაც ჩვენ აზერბაიჯანიდან შახდენიზიდან ვღებულობთ ამ გაზს ძირითადად აზერბაიჯანული ისა გვაქვს მოწოდება სოკარი ოპერირებს ამ ბაზარზე ელექტროენერგია რუსებს მთლიანად ჩვენი
ენერგეტიკა სამწუხაროდ არის დამოკიდებული ჩვენს მეზობლებზე, რაც აი ვერაფრით ვერ გამოვედით ამ დამოკიდებულებიდან სამწუხაროდ. ჩვენ უნდა გვეზრუნა, ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, ამის 1000-სობით მდინარე გვაქვს იმისათვის, რომ ჰიდროენერგეტიკა განვავითაროთ ჩვენ ქვეყანაში და ეხლა უკვე რა ვიცი. ასეთ სიტუაციაში ვართ. დღეს კიდე ძალიან არა გამორიცხული კიდე უფრო გაძვირდეს. კი, აუცილებლად გაძვირდება, იმიტომ რომ ხომ ვამბობ კვერცხს ეხლა ფასს უნარჩუნებენ ხელოვნურად აღდგომამდე, აღდგომის შემდგომ კვერცხი კვლავ ისევ გაძვირდება, თუმცა ჩვენ ხელისუფლება უკვე გვეუბნებოდა, რომ აპრილის თვეში ფასები ყველაფერზე დაიწევს და რის საფუძველზე გვეუბნებოდა ამას და რატომ გვპირდებოდა, თუმცა ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავი იმართლონ, რატომ, იმიტომ რომ იმ კომისიამ ვერანაირი შედეგი ვერ დადო, ჩვენ ნახეთ იქ სხვადასხვა რგოლებს რომ იბარებდნენ, იქ დისტრიბუცია იყო თუ სხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს იბარებდნენ, ყველა ამბობდა ერთმანეთის კი იშვერდა ხელს და ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ ამის ბრალია რომ გაძვირდა და არა იმის ბრალია რომ გაძვირდა. რეალურად ამ კომისიამ ვერანაირად ვერ იმუშავა, ვერანაირი შედეგი ვერ დადო და ამიტომ გამომდინარე აქედან კომისია რომ ვერ იმუშავა, რა თქმა უნდა, ვერც ფასებმა ვერ დაიწია და არ დაიწია კი არა პირიქით უფრო მატულობს. ზარია პირდაპირ ეთერში. ყველაფერი სახელმწიფომ გადააბარა კი, ზარია მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. ნათქვამი არის ქართულად ორი ძიძის წელში ბავშვი დაიწრესაო. ამდენი პატრონი აღიჭირდება ელექტროენერგიას. ელასი დანდაბა ოფერი კომუნისტები ერთიერთება და უშუალოდ და ყველაფერი მასშტაბებულია ამათი ერთი მართული არ არის ეცვლება ეს ფულები რომ მქონდა და ჯიბეში დებდნენ ეხლა რემონტის ისევე ჩვენ გვეუბნებიან ფული ამოიღეს იქიდან ცირცხვილი არა კი ისევ ჩვენ გვეუბნებიან კი ბატონო როგორ შეიძლება ეს ასე დააბრუნოს არცერთი გესი საქართველოში სრული გადაჭრა არ მუშაობს აი ერთი პენდენი არა გამოსებული სულ საკუთარი ძალიან არა თუ ադրონი არ არის გაქნა ინგლისში აშენეს 140 მეტრი უკვე გასწენია კაშხალი არ არის ეს რა სანამდე უნდა იყოს ეს ასე გასაგები მადლობა ზარისთვის. ბატონო თარ, დღეს გახარიას წევრმა პარლამენტარმა მოკლედ უარი მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში და დღეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იყო რომ მინიმალური ხელფასიო საქართველოში გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი რეალურად ზვირდება ხო და გაძვირებულია და კიდევ უფრო გაძვირებას ველოდებით აგერ ხორცი შესაძლებელია 40 ლარამდე ავიდეს მინიმალური ხელფასიო 1050 ლარი იყოს რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო ანუ კენჭისყრა ჩავარდა 15 დეპუტატმა დაუჭირა ამას მარტო მხარი და ანუ იქაურმა მილიონრებმა პარლამენტარმა მილიონრებმა უარი თქვეს იმაზე რომ შეუძლებელია რომ 1050 ლარი იყოს რომ მინიმალური ხელფასი საქართველოში როგორ ფიქრობთ შესაძლებელია რომ მინიმალური ხელფასი ჩვენთან 1050 ლარი იყოს ჩვენთან ყველაფერი იზრდება ხელფასის გარდა სამწუხაროდ დღეს არის 1 აპრილი და 1 აპრილიდან შევიდა ძალაში ესე იგი ახალი ჯარიმები გაორმაგებული და გასამაგებული და არ ვიცი ყველაფერზე ზრდიან ფასებს ჯარიმებზე ჯარიმები გაიზაკი ახალი ცვლილებებია საკანონმდებლო ცვლილებებია ჯარიმები იზრდება ყველაფერზე ხო ხელფასი რო გაზარდონ არა ხელფასი იზრდება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებზე ხოლოდ პარლამენტის წევრებზე წარმოიდგინეთ ხა პენსია ადამიანს აქვს 450 ლარი ყველაზე მეტი ხო და 35-ჯერ მეტი აქვს პარლამენტის წევრს თორსა ევროპელ პენსიონერს აქვს მხოლოდ 5-ჯერ ნაკლები მაგალითად ევროპელი რომელიღაც პარლამენტარზე სადაც პენსია არის 200 ევრო იქ სახელმწიფო მოხელეს და ევროპარლამენტარს რომელიღაცას აქვს მაქსიმუმ 10000 ევრო და ეს არ არის გაზრდილი 35-ჯერ 30-ჯერ ან 35-ჯერ როგორც ჩვენთან არის არ ვიცი ხა რა დამსახურებისთვის არის ასეთი სხვაობა
არანაირი დამსახურება უბრალოდ მათ ხელშია ბერკეტები და ამით სარგებლობენ. ზარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, ისაუბრეთ. მოგესალმებით. რამე და გითხრათ იცი, ახლა მე მაგალითად ის რომ დაიწყო ხია ავტო სამყარო. მაგის დაზარალებული ვარ და პროკურატურამ ცნო, რაც დაიწყო იმდენს არც მაძლევენ, არც იმას მაძლევენ, არც ამას მაძლევენ და ვისან მემართო საწავიდე რაზეა ვარ და ნახე ადვოკატი მოვიდა ერთი ადვოკატი მეუნება რომ მე ამ საქმეს ამ ბაგერ ვიღაცას დაურიგა რაღაცები აქეთ 400 ლარის ფული გამომართვა იმის ფული ახლა და არც იმას მაძლევს რა ქვია ამ და აი ეს დამიწელი საწავიდე ყაჩაყობა დავიწყო რა გავაკეთო აზია ვარ ახლა იმაში მოვყევი სადღაც ყალში აღარ მინდა ვთქვა რა სადა ახლა იმიტომ ტრევი არის ბევრი და სტახტები სამთება კურნალო მომჭირე ვეუნები აზია რა გავაკეთო ჩემო კეთილო ხალხი მაინტერესებს საწავიდე ვისთან ანდა ხომ თუნეს დაზარალებული მე ადვოკატ რა საქმე მაქვს საერთოდ აი ეს მაინტერესებს აი რა საქმე მაქვს რატომ არ მაძლევენ ჩემ იმას პროკურატურამ თნო ყველა თნო არ მაძლევს ეხლა ის ადამიანი მეუნება აი რა ეს აი რა უნდა გავაკეთო მაინტერესებს აი საწავიდე გასაგებია გეკუთვნით მაგრამ არ გეკუთვნითო ეს ფილმში რომ არის ძველ ქართულ ფილმში გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნის მოსამართლე და პროკურორი თუ ვიღაც რომ იჯდენ აღარ მახსოვს და ეს ბაზრობებზე ეს მაღაზიები ხო სუსესხებით საქმე რაშია იცით აი სამართლებრივად რომ მეუდგეთ ახლა ბატონის ზარს დაზარალებულად არის ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მან რეალურად ზარალი მიიღო. შესაბამისად, მას ხომ უნდა აუნაზღაურდეს ეს ზარალი, არა? აბა რატომ ცნო იმ სასამართლომ დაზარალებულად, თუ კი არ უნდა აუნაზღაურდეს? რა თქმა უნდა, დიდ უსამართლობაში ხართ, ბატონო, სადაც გინდა წახვიდეთ, ყველგან გზა გექნებათ მოჭრილი, იმიტომ რომ არ აგინაზღაურებენ. იმიტომ რომ ადამიანის უფლებებია ჩვენთან დაუცველი, ახლა ჩვენ სწორედაც ეუთოს გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობდით, სადაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები საერთოდ არ არის დაცული და ეხლა პენსიონერებზე და პენსიაზე ვსაუბრობდით. თქვენ თვლით, რომ პენსიონერების უფლებები დაცულია, გავაგზავნეთ აუცილებლად ამ პენსიებზე საუბარს, მე ძალიან ძლიერი სტატისტიკური მონაცემები მაქვს და ჯერ ზარს შემოვიყვანთ, მერე გავაგზავნოთ ისევ ამ თემებზე საუბარი. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ. გამარჯობა. ვარ პენსიონერი გენაცვალე. დიახ. 100 ლარი მჭირდება სამლებში ყოველ დღე. აი წარმოიდგინეთ, ეხლა მე შეკითხვა მაქვს ამ ჩვენს ღმერთებთან. ღმერთებად რომ გამოგვეცხადნენ კობახიძე, ივანიშვილი, კიდე რომელ ერთი ჩამოვთვალო. 370 ლარი მაქვს პენსია. აი გეკითხებით, ეგენი თუ იცხოვრებენ ამ ფულით, ამ მდგომარეობით. გადატანილი მაქვს ინფარქტი. მერე ტრამვები მაქვს მიღებული. ისეთი ტრამვები ხომ გეუბნებით, მე არ ავწურტუნებ, არა ვარ ვიღაც თახსირი და გაოხრებული. მაგათ ვეკითხები, თუ იცხოვრებენ ეგენი, მარტო ვარ დარჩენილი. თუ იცხოვრებენ ეგენი, აი ამ საშუალებით. ერთი ანეკდოტი მახსენდება ჩემი სტუდენტობის დროინდელი. მაგაზია ზუსტად გამოცხადებული ის ანეკდოტი. თუ გაინტერესებთ, გეტყვით. ბრძანეთ. იმერელი აცილებს ცოლს ზღვაზე დასასვენებლად. ანგელოზი ქალია, ეხლა ზღვაზე რომ წავალ, კაცია, ქალია, უნდა გაშიშულდეს, ხო? მატარებელი დაიძრა და ამან ჩუმად მიაძახა, ქსენია, აი მას ხნაო. ვერ გევიგეო, ამან გამოძახა ქალმა, მატარებელი მიდის, მიხვევა თან. ქსენია, არი მას ხნა. რამე არ ჩაიდინო. გასაგები. ვერ გევიგეო.
მეორე დრო მუთხრა ვერ გევიგეო, იმას ქენი შენი დედა შენიო და გევიგეო. ესე იგი რაცაც ყოფდა გეიგო, რაც არ აწყვდა ვერ გეიგო. ესენი არიან ქსენიები. მადლობა ზარისთვის. ვინმე ივანიშვილსო ერთხელ თქვენს უყვარსო ანეკდოტები. თუ აინტერესებს ისეთ ანეკდოტებს მოუყვები, რაც მაგათ შეეფერებათ, მაგრამ ანეკდოტებს თავი დავანებოთ. უყურონ, წაიკითხონ, დათათუთაშხია. ხალხს მოусმინონ, ხალხს მოусმინონ. დათათუთაშხია წაიკითხონ, რომ აბელა სეთურიო ინდეს ვაზლებს სულანჯიამ რო თქვა, რომ შიმშილი სული არ ამოგძრესო, აი მაგას აკეთებენ, სხვა არაფერი. თუ თაშხიას დავსვავდი და ვაყურებიებდი ყოველ დღეში 10 ჯერ. კარგით, მადლობა ზარისთვის. ახლა პენსიონერებზე და პენსიებზე საუბრობდი და თქვენ ევროპელი პენსიონერები ახსენეთ. მინდა გითხრათ, რომ ლუქსემბურგში პენსია იცით რამდენია, რაც ჭირდება ორჯერ იმაზე მეტი. ანუ საცხოვრებლად რაც ჭირდება ორჯერ იმაზე მეტი და სტატისტიკურად ყველაზე პატარა ქვეყანაა ევროპაში ალბათ. კი და სტატისტიკამ დაამტკიცა რომ ყველაზე უმწეო და გაჭირებულ მდგომარეობაში თურმე პენსიონერები ყოფილან ჩვენთან საქართველოში, იმიტომ რომ მათ საჭიროების მხოლოდ 22%-ს ფარავს ეს პენსია. აქ არ შედის მედიკამენტები ამ საჭიროებებში, აქ არ შედის ამბულატორიული მომსახურება, აქ არ შედის ბინის ქირა, აქ არ შედის კომუნალური გადასახადები. 22%-ში შედის ზუსტად ის ამ 100% შედის სწორედ პირველადი მოხმარების პროდუქტი, საკვები პროდუქტი, მეტი არაფერი, მხოლოდ 22%-ს ფარავს ჩვენი საქართველოს პენსია. ეს არის აბუჩა თაგდება ადამიანების, ეს არის მასხრა თაგდება და დაცინვა, იმიტომ რომ თქვენ ხომ იცით ბატონო თარ ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ჩვენ მოვესწარით ჯერ კიდევ იმ საბჭოთა პერიოდს, ვიცოდით რომ ყველა შრომობდა და დოვლათი შექონდა თავისი სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფომ მათი შენატანით რამდენჯერ იხეირა, რამდენი წლის განმავლობაში ხეირობს, მათზე იდგა ეს სახელმწიფო და დღეს მათ 22%-ს აძლევენ, მხოლოდ იმ საარსებო მინიმუმის კიდევ 22%-ს. ეს არის ურთულესი მდგომარეობა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ჩვენ უამრავ გაჭირვებაზე შეგვაძლო დღეს საუბარი, მაგრამ სამომავლოდ გადავდოთ. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ძილინებისა. კარგად ბრძანდებოდეთ.